ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. წელს მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 7.1%-ით იყო გაზრდილი. 7 თვეში კი ზრდის ტემპმა 8%-ს მიაღწია. ივლისში ეკონომიკური აქტივობა შედარებით შენელდა და 6.5% შეადგინა. ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ ისეთ დარგებს შეაქვთ, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, ბოლო პერიოდში ზრდის ტემპის შედარებით შენელება ორი ფაქტორია გამოწვეული. ერთი მხრივ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად მოქმედი რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტები ნელ-ნელა იწურება. მეორე მხრივ კი მათი შეფასებით ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა ბიზნეს აქტივობაზე გარკვეულ ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ამ ფონზეც არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი ნაკლებად ინკლუზიურია, რადგან მისი დიდი წილი ისეთ დარგებზე მოდის, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენის კეთილდღეობაზე პირდაპირ ნაკლებად აისახება. ამ დროისთვის ეკონომიკური ზრდა ძირითადად ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა და ჩემი რამდენიმე კოლეგის ვარაუდით, ეყრდნობა უფრო მეტად ეგრეთ წოდებულ ამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, სადაც საქართველოს მაქსიმალურად ცდილობს, რომ IT სფეროსთვის იყოს მიმზიდველი ქვეყანა. IT სფეროს ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად იღებენ საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებისთვის ასრულებენ ამ სერვისებს და როგორც წესი ისინი რაღაც საქართველოში დამატებით ფინანსურ სარგებელს არ ქმნიან და გადასახადებსაც თითქმის არ იხდიან. ანუ გამოდის, რომ მათ მიერ მიღებული რაღაც შემოსავალი საერთო რაღაც სტატისტიკის გაუმჯობესებას ხმარდება, ისე რომ ქვეყნის მოსახლეობაზე პირდაპირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის. უბრალოდ სტატისტიკას ვაუმჯობესებთ. შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების მიუხედავად უკვე მეორე კვარტალია შრომის ბაზრის მაჩვენებლები უარესდება. წელს მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 0.6% პუნქტით 14.3%-მდე გაიზარდა. უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა თვით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული. კერძოდ მეორე კვარტალში საქართველოში თვით დასაქმებულთა რიცხოვნობა 29.300-ით 422.200-მდე შემცირდა. ამასთან ამავე პერიოდში მცირედით მხოლოდ 4.700-ით გაიზარდა დაქირავებულთა რიცხოვნობა. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათ შორის შრომის ბაზარზე არსებული სტაგნაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ბიზნეს აქტივობა და რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრადაა შენელებული, რაც თავის მხრივ დასაქმების მაჩვენებლების გაუარესებაშიც აისახება. რეალური ეკონომიკური ზრდა, ჩემი პირადი აზრით, არის მნიშვნელოვნად შენელებული. ეს არ ჩანს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში, რადგანაც არანორმალურად იზრდება ერთი სექტორი, რომელიც, ასე ვთქვათ, აკომპენსირებს სხვა სექტორებში კლებას, ჩემი ვარაუდით, მაგრამ როდესაც შევხედავთ უკვე უმუშევრობის მაჩვენებლებს, იმპორტის მაჩვენებლებს, საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლებს და სხვა ინდიკატორს ვხედავთ, რომ ფაქტიურად ორჯერ არის შემცირებული ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით და შესაბამისად ჩემი ვარაუდითაც ეკონომიკური აქტივობა არის როგორც მინიმუმ განახევრებული, არ იქნება ახალი სამუშაო ადგილები. ხედავთ, რომ არა ფორმალურ დასაქმების ბაზარზე პირიქით მეტი და მეტი ადამიანი, ანუ თვითდასაქმებული, კარგ აღარ არის თვითდასაქმებული და გადავიდა ან უმუშევართა კატეგორიაში, ან ასე ვთქვათ, სამუშაო ძალის გარეთ და რო შევაჯამო, ნიშნავს იმას, რომ შრომის ბაზარზე გვაქვს სტაგნაცია, ის გადახურებული ტემპი, რომელიც ჰქონდა, დასრულდა. აქედან გამომდინარე, მე ვარაუდობ, რომ ხელფასების ზრდის ტემპიც იქნება მნიშვნელოვნად შენელებული. იმაზე, რომ შრომის ბაზარი შენელებულია, HR მომსახურების კომპანიებშიც საუბრობენ. კომპანია One Point-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ არასტაბილური გარემოს ფონზე ბიზნესის ნაწილს განვითარების გეგმები კვლავ გადავადებული აქვს, რაც მათ საკადრო გადაწყვეტილებებზეც აისახება. საინვესტიციო მიმართულებაც საკმაოდ შემცირებული არის საქართველოში, ეს ყველამ ვიცით და ბუნებრივია, რომ ეს ფაქტორიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს დასაქმების ბაზარზე. სამუშაო ადგილები პრაქტიკულად იმ ტემპით, რაც იყო გარკვეული პერიოდის წინ, აღარ არის. უმუშევრობა ძალიან გაზრდილი არის, ამავდროულად გაზრდილი არის შრომით მიგრაცია. უცხოური კომპანიები, რომლებიც საქართველოში იყვნენ დაინტერესებული,
აქ ქართველი პროფესიონალის დასაქმებით, ზოგ შემთხვევაში იყო დისტანციური დასაქმება და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური. ბოლო პერიოდში კი თავს იკავებენ პოლიტიკური დესტაბილიზაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ყველა ბიზნესი ცდილობს რომ მინიმალური რესურსებით მოახდინოს მინიმალური განვითარება. ეს ძალიან ორგანული ის არის რეაქცია არის ბიზნესის მხრიდან, იმიტომ რომ ბუნებრივი ერიდება რისკების ზრდას და ამ მხრივ ესეც პირდაპირ კავშირშია, რომ თავს იკავებს დამატებითი რესურსების მობილიზებისგან და დამატებითი ბიზნეს განვითარებისგან, რაც ბუნებრივია ეკონომიკაზე კარგად ვერ აისახება. რაც შეეხება ეკონომიკის დარგებს, სადაც ივლისში კლების ტენდენცია ფიქსირდებოდა, ამ მიმართულებით კვლავ შემცირებას აჩვენებს დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორები.